ეს არის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც პირადად ჩემი და ჩვენი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების მიერ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი და ეხება მინიმალური ხელფასის ღირსეული ოდენობის დადგენას. მოგესალმებით, საქართველოში 1999 წელს მოქმედი მინიმალური ხელფასი არის დადგენილი დღესაც და ის 20 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული და ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის სამარცხვინო მინიმალური ხელფასი მაშინ, როდესაც ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში მინიმალური ხელფასი 5000 ევრომდეც ადის და ღირსეული შრომითი პირობები საქართველოში რომ იყოს ელემენტარულ დონეზე დაცული, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1800 ლარზე ზევით და სწორედ ამას ეხება ეს კონსტიტუციური სარჩელი. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება ამ კონსტიტუციური სარჩელის სწრაფად განხილვაც და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ჩვენ ამ სარჩელით და შემდგომში სამომავლოდ სხვა მეთოდებითაც აუცილებლად მივაღწევთ საბოლოოდ საქართველოში ღირსეულ მინიმალურ ანაზღაურებას.